დავიწყოთ თვითონ ამბავი, რა მოხდა თქვენს კლინიკაში ამ ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ჩვენს კლინიკაში პაციენტი გულიკაშვილი შემოყვანილი იქნა სასწრაფოს მიერ 18 ნოემბერს საღამოს 17 საათზე, დაახლოებით საღამოს 17 საათზე 112-ის ბრიგადის მიერ გადმოყვანილი იქნა ტესტირებისთვის რესპირატორული ჩივილებით. პაციენტს ჰქონდა მაღალი ცხელება, სუნთქვის გაძნელება, ხველა და ფილტვების ანთებისთვის, პნევმონიისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკის რამოდენიმე დღიანი ანამნეზი. ჩვენს კლინიკაში მოყვანამდე ეს პაციენტი მიყვანილი იქნა თბილისის ზღვის ჰოსპიტალში, სადაც ჩატარდა სწრაფი ტესტი ანტიგენზე, რომელიც იყო ნეგატივი და შემდგომ იგივე სასწრაფოს ბრიგადით, როგორც ჩემთვის იყო ცნობილი, გადმოიყვანეს ჩვენთან შემდგომი კვლევისთვის, PCR ტესტირებისთვის და ზოგადად კლინიკური კვლევების გაღრმავებისთვის. მოთავსდა პაციენტი ცხელების განყოფილებაში, სადაც ჩატარდა კლინიკურ ლაბორატორიული კვლევები და პარალელ რეჟიმში ცხვირხახის ნაცხის PCR კვლევა. დადასტურდა COVID-19-ის დიაგნოზი. პაციენტთან იყო ორმხრივი დაზიანება, ფილტვის ორმხრივი პნევმონია, საკმაოდ ცუდი ლაბორატორიული მონაცემები, მძიმე მიმდინარეობის დაავადება გახდათ ეს. პაციენტის მდგომარეობა იყო საყურადღებო, გადავიდა და დიაგნოზის დაზუსტების შემდეგ უკვე მოთავსდა განყოფილებაში, იტარებდა ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ უტარდებოდა მკურნალობა. თანხმად დაავადებებს რაც შეეხება, გოგონა იყო ჭარბი წონით, მას თვითონ არ ჰქონდა ესეთი დადასტურებული ინფორმაცია დაავადებებზე, თუმცა ანამნეზის ჩაკითხვისას ის არ ამბობდა ქრონიკული დაავადებების არსებობაზე, არ უსვამდა ხაზს და არ ჰქონდა ინფორმაცია, ამბობდა რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში რაიმე კვლევა არ ჰქონდა ჩატარებული. აღწერდა მხოლოდ ამ ავადობას, რომელიც დაეწყო რამოდენიმე დღით ადრე ჩვენს კლინიკაში მოხვედრამდე. დამაძინებელ მედიკამენტებს რატო იღებდა? როგორ მკურნალობდა? იცით რა, არანაირ დამაძინებელ მედიკამენტებს არ იღებდა, ეს პაციენტი არ საჭიროებდა. ოჯახი ამბობს, რომ მხოლოდ დამაძინებელ მედიკამენტებს პაციენტს უტარდებოდა მკურნალობა პროტოკოლის სრული დაცვით, მიდიოდა ყველა ის მედიკამენტი, რაც მას ესაჭიროებოდა. კონკრეტულად დამაძინებელ მედიკამენტებზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ გოგონას არ ჭირდებოდა არანაირი სედაციური საშუალებები. მიდიოდა ყველა იმ ტიპის მკურნალობა, რაც არის დღეს საქართველოში და მსოფლიოში აპრობირებული პროტოკოლი COVID ინფექციასთან. გარდაცვალების მიზეზი არის COVID-19 თვითონ მძიმე მიმდინარეობის დაავადება. აქ იყო ძალიან საკმაოდ მაღალი ხარისხის დაზიანება ფილტვის, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა და ეს დაავადება არის გარდაცვალების მიზეზი. ოჯახი ამბობს, რომ უყურადღებობის შედეგი იყო ის, რაც მოხდა, მაგალითად პაციენტი ოჯახის წევრებსაც ეკონტაქტებდა და ეუბნებოდა, რომ წყალს ვითხოვ, მაგრამ ექიმი არ შემოდის პალატაში, რომ ჩემი მდგომარეობა გაიგოს. ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი, ზოგადად რაც მოხდა ამ ეტაპზე, შემიძლია ეს თქვა მხოლოდ ესეთი მძიმე ფაქტები მძიმეა, როგორც ოჯახისთვის, ასევე სამედიცინო პერსონალისთვის, ნებისმიერი კლინიკისთვის, ახალგაზრდა პაციენტის გარდაცვალება ტრაგედია მთელი ქვეყნისთვის, თუმცა მსგავს ბრალდებებზე, რომ წყალს არ აწვდიდნენ პაციენტს და ასე შემდეგ, მე უხერხულება ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთება. ასევე ამბობენ, რომ როცა კლინიკაში შევიდა სასწრაფო PCR თქვენს თქვით, რომ PCR ტესტირებისთვის იყო თავდაპირველ ეტაპზე მოყვანილი. ცხელების ცენტრში მოთავსდა პაციენტი და პაციენტებს ცხელების ცენტრში მოთავსებულ პაციენტს ყველას უტარდება PCR ტესტირება. დედა ამბობს, რომ საავადმყოფო არ აპირებდა პაციენტის მიღებას და დაწვენას და იქ კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნა და თქვენი მხრიდანაც იყო თხოვნა, რომ გაიყვანა სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ეს პაციენტი. და ჰოსპიტალიზაციის დღეს მე პაციენტის დედა არ მინახავს და პაციენტი მოთავსდა ჩვეულებრივ გაიხსნა ისტორია და მოთავსდა ცხელების ცენტრში. ოჯახიები? პაციენტი ადგილი იყო, რა თქმა უნდა, მოთავსდა პალატაში პაციენტი. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ გარდაცვალების არ ჰქონია დიაბეტის ნიშნებია. პაციენტს ჰქონდა გლიკემიის მაღალი მაჩვენებლები. მან არ იცოდა, ჩვენ რუტინული კვლევით დავადგინეთ ეს ფაქტი. შეიძლება რომ მატარებელი ყოფილიყო დიაბეტის. რა თქმა უნდა, და არა ახალგაზრდა ასაკში ხშირად ხდება ეს. ლიკ ამ პაციენტის გარდა ამ ეტაპზე რა მდგომარეობა თქვენს კლინიკაში ესეც მითხარით? მდგომარეობას აქვს ზოგადად ფონი და სურათი, ისევე როგორც ქვეყანაში, კლინიკაშიც საკმაოდ მძიმეა, ყავს ძალიან მძიმე კონტინგენტი კლინიკაში. ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში ამ წუთის მონაცემებით 108 COVID ინფიცირებული პაციენტი გადის მკურნალობას, აქედან 21 რეანიმაციულ განყოფილებაში და პაციენტების 80% არის ჟანგბად დამოკიდებული. რამდენი საწოლი ადგილი გაქვს და რამდენია დაკავებული? 111 საწოლი გაქვს და 113 პაციენტი წავს ახლა კლინიკაში. სხვა სივრცეებში ამოწია. დამატებით საწოლზე წავს პაციენტი ოჯახის ერთ. უკითხავი არ არის? ანუ
იმისთვის რამდენი პაციენტის მიღება შეძლებთ კიდევ თუ არის დამატებითი საწოლი? არ არის მეტი ადგილი, ახლა მიღების ვერ ბატონო, კაცი ჯერ ჩავუტარდა.